ვინმე თვლის უკვე რამდენი ქართველი ლამაზმანი გაიცნო უცხოურმა პოდიუმმა, თუმცა ისინი პირველ ნაბიჯებს თბილისში და ხშირ შემთხვევაში იმიჯ ცენტრში დგამენ. თამთა შედანიეთი დაწყებული ელიტ მოდელ ლუკის გამარჯვებულებს კეთილი ჯადო დასდევთ. ეს გოგონები ხშირ შემთხვევაში სამოდელო კარიერაში არ ნახულ წარმატებას აღწევენ. ამჯერად ბავშვობის ოცნებების ასახდენად ლიკუნა მეტრეველი ემზადება. ელიტ მოდელ ლუკ ჯორჯიას წლევანდელი გამარჯვებული შანხაიში მიემგზავრება. ლიკა მეტრეველი ელიტ მოდელ ლუკ ჯორჯია 2012-ის გამარჯვებული და მასთან ერთად ელიტ მოდელ ლუკ სომხეთის გამარჯვებული ნელი საიადიანი უკვე იმყოფებიან შანხაიში, დღეს ჩავიდნენ ელიტ მოდელ ლუკის მსოფლიო ფინალზე მონაწილეობის მისაღებად. მე მათ წარმატებას ვუსურვებ და დიდი მედებს ვამყარებ განსაკუთრებით ლიკაზე, რადგან მას აქვს ძალიან ბევრი ის დადებითი სწორედ ის კრიტერიუმები, რაზეც ელიტი ხშირად ამაყვილებს ყურადღებას. 19 წლის ქართველი მოდელი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ წლევანდელი მის საქართველოს კონკურსიდან გაიცნო. ლიკუნამ ვიცე-მის საქართველოს ტიტული მოიპოვა. მას მერე თამთას მიერ ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით ელიტ მოდელ ლუქსეც გამოვიდა და შანხაიში საგზურიც მოიპოვა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი ჩემ ცხოვრებაში. ორი ვარიანტია ჩამოსვლის თარიღის. ერთი არის 3 დეკემბერს ვიქნები აქ თუ 15 ეულში ვერ გავალ და მეორე 5 დეკემბერს ვიქნები აქ თუ 15 ეულში გავალ და მე 5 დეკემბერს ჩამოვალ იმედია. კიკალა ფემილიში ლიკუნასათვის შანხაიში წარსადგენ ფოტოებს ამზადებენ. გაფრენის წინ ლიკუნამ ვიქტორიას სიქრეთის ანგელოზის ფორმითი პოზიორა. პრინციპში რითია მათზე ნაკლები. ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორ მამაკაცებს ამჯობინებს ქართველი ანგელოზი. შეყვარებული არ მყავს. ბიჭმა ყურადღება რომ მიიქციოს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მომაქციოს მე. და რაღაც არ ვიცი ზუსტად რა, მასე არ ვიცი. შეიძლება ძალიან ისეთი ბიჭი იყოს. არ იქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქციოს. იმიჯ ცენტრის საკუთარი მონდომების თუ ორივე ფაქტორის დახმარებით ლიკუნას შანხაიში მომავლის დაგეგმვის საშუალება ეძლევა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტო საკუთარ რჩეულებს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა თბილისში მოდის კვირეულები თუ ჩვენებები. რეალურად ეს ინდუსტრია სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა არის პერიოდები, როდესაც სწორედ ეს დაუშვათ fashion week-ების მეშვეობით რაღაც თითქოს გაცოცხლდა, დაიწყო და შემდეგ ისევე წარმატებით გაქრა და ჩაქრა, როგორც დაიწყო. Fashion week-ები ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა იყო მოდელების დასაქმების და გამოცდილების მისაღებად. კვლავ გაიმართოს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაატარებს, როგორ ჩაატარებს, იყოს 4 კი არა, მეტი იყოს. ამით არაფერი არ გაფუჭდება დამიჯერებ. Fashion week-ებით თუ მათ გარეშე ქართულ მოდელებს საქმე არ ელევათ. სულ რომ არაფერი მათთვის ადგილი პრომო გოგონებად მაინც ყოველთვის გარანტირებულია. რაც შეეხება ლიკუნას, ის შანხაიში გაურკვეველი დროით დარჩება. თუ ქართველი მოდელი საუკეთესო 15 ეულში შევა, მაშინ მას თბილისში 5 დეკემბრამდე ვერ ვნახავთ. აი, წარუმატებლობის შემთხვევაში კი 3 რიცხვში დავხვდებით. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ 19 წლის მოდელის შეხვედრა გაღიმებული სახეებით და მილოცვებით მოგვიწევს.